Სამი მეგობრებო, როგორ ახართ? ვიყავით ლადოსთან. დღეს ხდება ჩემი მუშა ლადოსთან ხელოსანთან. დღეს ხდება ჩემი ვაიმეს გამზადება. არის ლამაზად, კოხტად დგას და უნდა გადავაკეთოთ ადვენჩერად, უნდა ავაწყოთ უკანა ჩანთები. მე რა კეთდება ბატონო ხელოსანო? ჩანთები სამაგრი კეთდება, პირველ რიგში უნდა დავამაგროთ მოტოციკლზე, შემდეგ ჩანთებს დავამაგრებთ და უკანა საბურგულს დავამაგრებთ, რაშიც ყველა მთელი ეს ინვენტარი და ჩავალაგოთ შიგნით. ქეში გაქვს, მე მარტო ქეშზე ვმუშაობ. რამდენი ლარში გინდა? 28 ლარის იქნება ეს, რაც ეხა დღეს უნდა გავაკეთო. 21. 25. 14 ლარი იყოს და შევთავაზეთ. უი, ხო, ლადოს მოტო აგერ არის გამზადებული. ადვენჩერად არის გადაკეთებული. ეს ლადოს ბუასილი აქ და არ შეიმჩნიოთ და ნუ აი აქ უკვე ყველაფერი აწყობილია. აი ეს რო აფეთქდეს ლადო და მე რო ჩავაქრო მაგის არის. ეს ხო არ აფეთქდე? ბიჭო, ამას და გაგასწრო გზაზე რა მაგის. თურმე რა ყოფილა ეს Need for Speed თამაშობდა ბავშვობაში. აქ selfie stick-ი აქვს, თავისი Insta 360, ფოტო შორის მე არ მაგი და ლადოს ძალიან ლამაზი კადრები ექნება მაგის. ქალბატონი ქართული კავასაკი ძალიან კარგად გამოიყურება. ზეო მას ჩამოვიდეთ ბაიკი. კი, ხო, მოაშორე შენი ბაიკი და ჩვენსაც მივხედოთ. მე აქ ვიგეტყვით რომ ჩვენი მხარდამჭერი თეგეტა მოტორსი გვამარაგებს მოტულის. ვითი ლადო, მოტულის რა არის? არის მის. გვამარაგებს მოტულის ზეთები, ხაპოხები, რაც საჭიროა. ეთქი რატო არ მეხმარებიან. მოკლედ დიდი მადლობა თეგეტა მოტორს იმისთვის რომ გამოგიზავრა თავისი ინვენტარი, რომელიც გამოგვადგება მოტოს დასერვისებაში და ეხლა შევუდგებით ვაიმის გაკეთებას. არა პრობლემა არის, ეს გათვლილი იყო ყველაფერი. მიდი გახვიდე, შენ შეგილია. აი მაგარი. ცოტა გადარჩა. გაგეხმარებ. გეხმარები. რაგად გიჭიროს? მაგრამ მიჭირავს, მიდი, მიჭირავს. მალე რა. ეგ არის, მაგრამ იმუშავეთ, საღოლ ჩარტ. საღოლ, ბრატ. მეგობრებო, ყველა წერტილს განახებთ ახლა ლადორასაც ხალტურობს და მაიმუნობს არის დადოთ. ვერაფერს გამოგვაპარებს. ეს გამაკეთებინე რა რამე რა. როგორ ხიხინებ შენ? აჰა. ეს გავწვინდო? ჩემი ხო არ გადო. ეს როგორ გავწვინდო? აი იმაში. ეს ჩავაგდო იმაში? არა, შოთს დაასვენებ, წაუსობ. ეგ არის ძმაო რა. რეცხავად დამნიშნეს, სად მოვჯდე? აი, კუთხეში. აი რა კუთხეში და მიწაზე მე მიდიდა. ზუსტად. ჩავაწობე. ლადო, ეს შენი კვილის ჩოთქია ხო? მე დამიბრუნე არ გადააგდო ეგ. სანამ მე ამბებს ხეხავდი, აგერ ლადო აწყო თითქოს ეს ყველაფერი. მე თუ გითხრა ვაიმეს ფორმატში ეს ყველაფერი ზის, ანუ ძალიან კარგი ფერია. ეს შავი ძალიან მოწონს, მე მგონი იგივე ფერია რაც დუგები და შეიძლება ითქვას, რომ დანარჩენი შავი დეტალი რაც აქვს ვაიმეს, ყველაფერი იგივე ფერში ზის და ძალიან მოწონს. ხო და ესე გამოიყურება საბოლოოდ. მოდი ხეს კამის ჩავარჭოთ. უკანას კამს ვერ ვამაგრებთ, ოღონდ ვერც და ვერც მე. ხო, უკანას კამს ვერ ვამაგრებთ, იმიტომ რომ გამაგრებული არის აი ამ წერტილში. და უკანას კამი გაუქმებული გექნება, სანამ ჩვენი დანარჩენი გუნდის წევრები ჩამოვლენ, ასე ვთქვათ, და სანამ მანქანას არ უწყდით და მანქანაში არ გადავდებთ მე ამ ბარკს. მაქამდე უკანასკამი გაუქმებულია. ნახეთ, რა კარგად გამოიყურება. აი, სანამ ლადო რაღაცას ამაგრებს, რომ მაქამდე ამ სტიკერებს გავასწორებ, სადაც ცოტა imperfection-ები მაქვს. აუ, ძალიან კაია რა. ჩემი გოგო, კარგად მატარე გაფიცი. მე თვესები მოგიარ. ესეც ტიპი იქნება და გვერდებზე პლუს ჩანთები. კარგი, ეხლა ჩვენ ამ ჩანთას ავუწყოთ ფორმები, რომ ყარად იყოს. საწვევარიცა. გამაგარია. ოპა, გამყარდა. აუ, ეს დამავაგრებინე რა. რაღაცა წვრილი მიმიწოდე ცოტა. ვაუ! ზალოზია. დინა შენ დავაყენ, ვითომ რამეს ვაკეთებ. ვითომ რამეს ვაკეთებ. სხვათა შორის მეგობრებო, ეს შედარებით პატარა იყო ამის ბოლტის გასაყრელი. და ბატონმა ლადომ წაიღო. ვისთან წაიღო? ტოკართან? ლადომ გააფართო. ლადომ გააფართო, ესე მითხრა, ესე თქვიო და თან ესენი მძიმეებია, თურმე აღმოჩენა იმაში იყო, რომ ლადომ მითხრა. რაც რომ მძიმე ამ საჭის სლაიდერებიო, მით უფრო მეტი სტაბილიზაცია აქვს მოტოსო მაღალ სიჩქარეზეო. ანუ ვობლინგის საწინააღმდეგო რაღაცა არის ფაქტიურად. ანტივობლინგი გამოდის, შეგვიძლია ეგრე ვთქვათ. ჩემსაც მართალია საერთოდ ეგეთი რაღაც არ დამართნია, მსუბუქები იყენათ ძალიან და მაინც არაფერი პრობლემა არ ქონია, მაგრამ როდესაც ეხა მძიმე წონიანი ბარგი გვექნება, მაგის დიდი შანსი არისო, რადგან ესე თქვა, ორი მოვკარი და ცოტა გული მისკდება. არა უშავს, არ ვიმჩნევთ, რა თქმა უნდა, ხო? ყველაფერი კარგად იქნება. ოპა, ჩანთა გამოვიდა, ძალიან ლამაზი სხვათა შორის. ოპა, ძალიან საკაიფო, ბიჭო, ძალიან საკაიფოა, ძალიან მოწონს. ულამაზესი არის, ეს არის ოქსფორდის ჩანთა და აგერ არის ბაკის ჩანთა ოქსფორდის. ეგ დამაგრდება აქ მაგნიტებზე და პლუს კიდე სამაგრები აქვს, რომ არ გაფრინდეს მაგნიტების ხარჯზე არ იყოს მარტივი. მოიცა, ეს რა რისია, რა ნაწილისა? ამრეკლია. ოპა, რა თქვენი ვარ? საფერი ძგინეს ეგიძლია ჩას. ვერცხლისფერი არის, ერთი აქ. წინებისათვის. ნახე, ორი კომპლექტი გაქვს ყველაფრის. ბაიკის გასაღები, შემოდის გასაღები და ჩამკეტის გასაღები. ეგ სამი უნდა ქონდეს. გასაღებზე. ეს მაგდება ბაკზე, ამას გაშლი, ესენი მაგნიტები აქვს აქ ყველაფერი და ვამაგრებთ როგორ? ესე?
დავაჟდეთ შევხედოთ. Всё? Здесь? ეგარი, ვაიმე აწყობილია, მოდი შევხედოთ გვერდიდან. ძალიან ლამაზი გამოვიდა. ესე ჩვენი მოადვენჩურო ვაიმე. რაცა გინდა, როცა გინდა, ყველგან წავა. ძალიან მომწონს. ეს შანთებით რაღაცნაირად ვაიმეს ფერებშია და ეგ მომწონს კიდეც ძალიან. კაი, აწყობით ვაიმე აეწყო და ეხლა დრო არის დასერვისების. რაც იქნება ზეთის გამოსვლა, ჩაჭვის გაწმენდა, აპოხვა და მე მგონი ეგარი. რა თქმა უნდა, ყველაფერი მოგწვათ ეგეთა მოტორსმა, მოტულის პროდუქციები ყველაფერი და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ აქედან. არა მარტო ეხლა დასასერვისებად, არამედ გზაში კიდევ ორჯერ დასერვისებ. ოჯახ, დავით, ლაპარაკი გავასწოროთ. გზაში კიდევ ორჯერ დასერვისებაში გვეყოფა ის პროდუქტები, რაც მოგვაწოდეს და მოკლედ ტექნიკურად ბოლომდე გამართული იქნება, თან ჩემპიონატი ხელოსანი მომყავს. აი ამის იმედია, მე ვარ მარტო გართობა. შეიძლება ხანდახან ნერვით მოშალც ვიყო, მაგრამ სხვა ფუნქცია არ მაქვს. ბოდიშით მეც იქ ვერაფერს ვერ ვიგზავ. თქვენ თან ახლა ხართ ამ პირობაზე, რომ წამიყვანოთ. გავაკეთო რა. წაგზარაკ. უი, ეს დაგვავიწყდა, რომ ეს კამიონი გავუკეთოთ. ბიჭო, ეს რო ჩაკეტილი მაქვს ეს ადგილი. ეს გივი მინდა დავამაგრო. მე რაში გინდა. რო გავხსნა ეს კამიონი. ოიმე, იმენა 2 წლის ბავშვი მყავს ეს. უი, დავავიწყე. რაშუაშა ბრატ 2 წლის გამოსტილი ხარ და მაგარი ხარ? და მომა ბოქსის რინგზე ავიდე. თუ მაგარი ხარ? ირა მე საინტერესო. მას ხავს აქ თავის პროფესიაში. დიდი მადლობა რომ ჩემზე მეტი იცი და შენი მეც მოვდივარ, გაიგე? არა ბიჭო, ახლა ჩემი მეც იგრები. ისე მაგას როგორ მივხვდი რა დებილი ვარ ჩემი. მაგრამ იას ლავას ამოუჭერი და იმედაც ისწავს. ვაუ! ბიჭო რა ლამაზია, ძალიან მომწონს. მოკლედ ვაიმე ბოლომდე აეწყო, რაც იყო ჩანთების მილაგება, მოლაგება. აი ესე გამოიყურება. გვაქვს უკანა დიდი ჩანთა, გვერდითა ჩანთები, სკამის რბილობი, წინა ჩანთა. და კიდე რა გავუკეთეთ დღეს? ხო და ნუ ჩანთები რასაც მაგდება, ეგეც დაამაგრა ლადონ. რა გვაქვს აქ ნახე. ოპა! ეს არის ეთები, ტილოები, რომელიც გზაში ძალიან გამოგვადგება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მწერს აქვს ხოლმე სურვილი, რომ ჩემთან ერთად იმგზავროს ხოლმე. ასევე ექნებათ შენთან სურვილი მაგ ყველა. მეც მეხუთებიან ხოლმე. ო და ეს გამოგვადგება სამაგისოდ ზუსტად. ეს არის ჩაფხუტის ვიზორის საწმენდი და ასევე გარედან რო გაიწმინდოს. ჩაფხუტზე როგორც ამიხსნეს, სპირტის შეცვლა არ შეიძლება თურმე დასაწმენად. რაღაც ფენას აფუჭებს ზედაფენას, რომელიც არ ემშრალ ვარ თოთა გამოში ფუჭდება და მესაურს ხსნაერთო და გაწმენდა. ანუ წყლით მაინც. ამით. მე ასევე მაგ კიდე მოტულის არის ზუსტად ესეთივე. ინტერიერის საწმენდი არის, ბალიშები რაც არის, ის ბალიშები იწმინდება და მაგასაც წამოვიძებ და ეგეც გვექნება რა. ეს არის სამხუჭე სითხე, ეს არის ანტიფრიზი. აი ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა. ეს არის საპონი. ნახე. მშრალი საპონია. ო, ეხლა ნახე, განახებ რა მაგარი რაღაცა. ნელ-ნელ. დემონსტრაცია მეგობრებო, ეხლა ლადო ხელებს დაიცვრი სპეციალურად ჩვენთვის. დასრულდა მაგ უკვე. აი ეს საპონი, რომელიც შეიძლება ესე წაისვა, აი ესე წაისმევ, აი ესე და ეს შენი ჭუჭყები აი ესე მიმოიფანტებ გაგვიცა. სულია. ოპა, სამი თვე აღარ უწევს ლადოს ბანაობა. ეს არის ჯაჭვის საწმენდები, ასევე ესენი და წამოვიღოთ. ეხლა მოდი დავიწყოთ ამ ყველაფრის ჩალაგება. დღეს ბაიგზე ყველაფერი მოვჩით. ეხლა ერთ-ერთი რაც დამშა არის ჩაფხუტს რომ მივხედო, ჩაფხუტი მინდა რომ დავასტიკერო და მოდი გაგასწრებთ ჩემ ახალ ჩაფხუტს, რითაც ვიმოგზავრებ ევროპაში. შოუის GTR 2 ლამაზესად გამოიყურება. ნახევარი შავია და ნახევარი თეთრი. თეთრხარეს შოუის წარწერა აქვს. ახლა მე დაცვის ტიპებზე ვერ გელაპარაკები, დიდად არ ვიცი ეგამოვი, მაგრამ ვიცი რომ ძალიან კარგი ხმის იზოლაცია აქვს, რაც ჩემი ნომერი პირველი პრიორიტეტი იყო ჩაფხუტის შერჩევისად. ამას ვიტყვი ალბათ ოდესმე, რომელი პირველი პრიორიტეტი იყო ჩემთვის ჩაფხუტის შერჩევისას. ხო და ეს ჩაფხუტი მისაჩუქრა პიტსტოპმა, დიდი მადლობა აქედან პიტსტოპს. არა მარტო ჩაფხუტი, არამედ სხვა რაღაცების მომწეს ხუნდები, დისკის ჩამკეტი რომ არავინ არ მომპაროს ჩემი ვაიმე და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა აქედან პიტსტოპ მოტოს. ეხლა მივხედოთ ამ შავ ნაწილს, მინდა დავაკრო ვაზის სტიკერები, რომელიც მოტოზე მაქვს დაკრული. სანამ მე ჩემი ჩაფხუტის დასტიკერებას დავიწყებ, მინდა გაჩვენოთ ლადოს ჩაფხუტი როგორ მზადდება. ოდან ასე ამუშავებენ ამ ამბავზე და ძალიან ლამაზ დიზაინი აქვს გაკეთებული. მაგას ნახავთ ლადოს ვიდეოში, გადადით ლადოს არხზე, იქ დააფოლოვეთ და იქ ნახავთ ლადოს ახალი დიზაინის ჩაფხუტს. და სანამ ჩემ ჩაფხუტს განახებდეთ, მაგამდე მოდი ვაიმე დავასერვისო. ოპა, მოვედით მე ვაიმე ლადო და ლადოს გოგო მარჯანიშვილის სეგეტა მოტორსის ფილიალში. ეს ფილიალი არის პირველი, სადაც შეგიძლიათ რომ მოტოსერვისი ჩაატაროთ. აგერ მარჯანიშვილის ხიდი აგერ ეგეთა მოტორსის ფილიალი. და ეხლა მოტულის პროდუქტები დავასერვისებთ ჩვენ ჯაჭვს და ასევე გამოცვლილ ზეთს. და კიდევ 1 ივნისიდან სრულ ასორტიმენტზე კონკრეტულად ამ ფილიალში, მარჯანიშვილის ფილიალში, ეკნებათ 25%-იანი ფასდაკლება დევიდ 25 პრომოკოდის გამოყენებით, ასე რომ შეგიძლიათ მობრძადეთ არა მარტო მოტოს ბრძოლებს, ასევე 4-ბოლიანი ტრანსპორტის ბრძოლებსაც შეგიძლიათ მოხვიდეთ და გამოიყენოთ ეს ფასდაკლება. რა ვიცი, გინდათ, რაზეც გინდათ, როგორც გინდათ, გინდა ზეთი, გინდა ისა, გინდა ესა, თავარი ამ ფილიალში მოხვიდეთ. მალე იქნება ძმა. ეს ჩემი ხელოსანი, როგორც იცით. ნახეთ რა ლამაზი ზეთია, წითელია. მე ძმაო წითელი ზეთი ჯერ არ მინახავს. კარგად მიმიმაგრე
მერე რა ანუ არის ხალტურო რა შენ რო იცი ობა ბიჭო აი ნელა თქო რა ვასხოთ ბატონო აი ამ ზეთს რომელიც რეალურად MotoGP-ზე გამოსაყენებელი ზეთებია ანუ ხარისხს ალბათ ხვდებით რა დონეზე მაგარი ზეთია და სავარაუდოდ გზაში კიდევ ერთი გამოცვალება გვიწევს და ალბათ რო ჩავალთ მერე კიდევ ერთხელაც გამოცვლით ეგ არის მოკლედ ჩვენი მოტოები დასევის და ჩემი ვაიმე და ლადოს კალბატონი. და всё, გავაგრძელებთ ახლა დანარჩენი საქმეები რომ მოვასწროთ ასვლამდე გამზადება. დანარჩენი საქმეები არც ერთი საინტერესო, მოდით შემჩაფხუts განახებთ. ესეც ასე, გავამიზადე, საბოლოოდ ჩავბარგდი, ყველაფერი ავაწყვე. ეხლა მივდივარ ჰელმენტარიუმში, იქიდან გავალ პირველი ბათუმისკენ. ეგ არის მზად ვარ. წავედი. მისურვეთ წარმატებები. დიდი მადლობა.